თემაზე არაბული ინვესტიციები. უფრო ზუსტი რომ იყო ამას ინვესტიციები არც ქვია, არაბული ქალაქების, პატარა ქალაქების მშენებლობა გონიოსა და კწანისში უკვე გააქტიურდნენ კონსერვატორული ძალები, ხო, ეს არის პატრიოტთა ალიანსი, კონკრეტულად დავით თარხანმოურავი, რომელიც აგროვებს მილიონ ხელმოწერას თუ მილიონ ვიდეო რგოლს თუ მილიონ ვიდეო კონტენტს. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ არაბული ქალაქების მშენებლობა საქართველოში. აგრეთვე რამდენადაც მე ვხვდები, გააქტიურდება, თუ უკვე გააქტიურებული არ არის, ალტინფო და მისი ლიდერები, რომლებიც ასევე ამას იტყვიან და იტყვიან, რომ აი ეს არაბების შემოსვლა საქართველოში არის კატასტროფა, იმიტომ რომ ამდენი და ამდენი არაბი ჩასახლდება საქართველოში. ამას მოჰყვება ბუნებრივია მეჩეთები, აქვე ვიტყვი, ამას მოჰყვება არაბული სკოლები, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სენსიტიურია. აქა-იქ ისმის ხოლმე მოწოდებები საპატრიარქოს მისამართითაც, კერძოდ პატრიარქს, ან მოსაყვრე შიოს, ან წმინდა სინოდს, უფრო ზუსტი რომ ვიყო, წმინდა სინა გითხრათ, სთხოვენ რომ მათაც ამოიღონ ხმა ამ კვლავ ვიმეორებ არა იმდენად ინვესტიციის, იმიტომ რომ ეს ინვესტიცია არ არის, არ იქნება, რამდენადაც ეგრეთ წოდებული ქართული მიწების გაყიდვის თუ გადაცემის თაობაზე არგუმენტები პირებს, რომლებიც ამას სთხოვენ საპატრიარქოს და საპატრიარქოსაც ექნება არგუმენტები ამ ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქების წინააღმდეგ. ამავდროულად ამ ყველაფრის წინააღმდეგ ილაშქრებენ მემარცხენე ძალები, რომლებიც ხანდახან მაინც გამოურევენ ხოლმე სწორედ ამ ეთნიკურ ეროვნულ ნიშანს. ამბობენ ხოლმე რომ აი როგორ შეიძლება არაბებს გადასცე მიწა, რომლის ღირებულებაც მიწები, რომელთა ღირებულებაც არის რამდენადაც ბევრგან წავიკითხე, ბევრგან გავეცანი ინფორმაციას, მინიმუმ მილიარდი დოლარი. ამასთან ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს მხარე ბიუჯეტი, ისიც რასაკვირველია ტყუილი ამბავია, ეს ყველაფერი უმრავლეს შემთხვევაში დაილექება სახელისუფლო ბანდის წარმომადგენელთა ჯიბეში, მაგრამ მოდი ფორმალისტურად გავყვეთ, საქართველოს მხარე ამონაგებიდან თუ მოგებიდან მიიღებს 1/3, როცა ის პროექტში დებს მილიარდ ნახევარი დოლარის ინვესტიციას მიწების სახით, მე იქ არის კამათი არა სასოფლო-სამეურნეო, შეიძლება თუ არა უცხოელებზე გასხვისება, შეიძლება თუ არა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ამასთან საქართველოს მხარე მიიღებს ბიუჯეტში უკეთეს შემთხვევაში რასაკვირველია 1/3. მემარცხენეებიც ამას ამბობენ, რომ არ შეიძლება არაბებზე ან სხვა უცხო ტომელებზე ასე ამბობენ ხოლმე მიწების გასხვისება, ასე უპრაგონოთ მით უფრო. არიან თუ არა ეს ძალები კონსერვატორები, პატრიოტთა ალიანსი, შესაძლოა საპატრიარქო თუ ხმას ამოიღებს ის და სხვა პატარა თუ დიდი ჯგუფები, სიტუაციური მეკავშირეები იმ პირებისა, რომლებიც ძალიან სწორად აფასებენ და ცდილობენ ყოველ შემთხვევაში, რომ არ შეუტიონ არაბულ ინვესტიციას მისი ეთნიკურობისა და კონფესიურობის კუთხით, რაკურსით არ დაინახონ ეს პრობლემა. მოდი სხვაგვარად ვიკითხავ. ამერიკელთა ინვესტიცია რომ იყოს, ამ შემთხვევაში რა მოხდებოდა? ასევე ხმამაღალნი იქნებიოდნენ თუ არა პატრიოტთა ალიანსი, ეკლესია უთუოდ შეუერთდებოდა ამ შემთხვევაში აპრიორი, იმიტომ რომ ის ანტიდასავლური ძალაა. პატრიოტთა ალიანსი, ალტინფო, ეკლესია, ყველა ეს ეგრეთ წოდებული ვითომ მემარჯვენე ძალა ამ შემთხვევაში გააპროტესტებდა თუ არა და მე გეტყვით რომ გააპროტესტებდა მაინც ჩემი წარმოდგენით, მაგრამ პრობლემა იქნებოდა თუ არა ამერიკელთა ამ ხელა 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია რომ იყოს შესაძლო. და ჩვენ ამოვიღებდით თუ არა ხმას პირები, რომლებიც ცდილობთ რომ ეთნიკური და რელიგიური
რაკურსით კუთხით არ დავინახოთ ეს პრობლემა. თუმცა მოლაპარაკებთ გეტყვით რომ მეც სწორედ მომიწია ეთნიკურ საკითხზე ყურადღების გამახვილება, უბრალოდ ხსენება იმისა, რომ ეს არის არაბული ინვესტიცია. არადა ეს ინვესტიცია არაბეთიდან უმნიშვნელოვანესი ეს ინვესტორი არა ნაკლებად Eagles Group-ი, მაგრამ MR ჯგუფი, რომელიც თავდაპირველად უნდა ყოფილიყო თითქოს და ამ პროექტის ზურგს უკან და ამ პროექტის განმახორციელებელი MR ჯგუფი და მისი ხელმძღვანელობა უმსხვილესი ინვესტორია, უმსხვილესი პარტნიორია, ან ინვესტორია შეერთებული შტატებისა. იქ თითქოს ეს პრობლემა თითქოს არ დგას. არადა მეორე მხრივ ჩვენთან როგორ არ უნდა დადგეს ჩვენთან ქვეყანაში, რომელსაც ესოდენ ისტორიული მეხსიერება, მოდი ასე ვიტყვი, გამოცდილება აქვს ცოტა მძიმე და ეს კომპლექსები ჩარჩენილია დღევანდელ საზოგადოებაში, რუსებს არ მიიჩნევენ პრავოსლავნი ქართველები, ისეთ ეგრეთ წოდებული მართლმადიდებელი ქართველები, ისეთ სერიოზულ მოწინააღმდეგეს, როგორც თურქებს, ინდოელებს ნაკლებად, რასაკვირველია, თურქებს, სპარსებს, ინდოელებს და პაკისტანელებს ნაკლებად რასაკვირველია, თურქებს, სპარსებს და არაბებს, არ ვიცი, მონღოლეთიდან თუ რამ ინვესტიცია იქნება, ალბათ საერთოდ გადაფსიხდებიან. მეც წამსწამეთ კი გითხარით 1-2 სიტყვა და მეც მომიწია ხსენება, რომ ეს არის ინვესტიცია არაბეთიდან, რაც პრინციპში ალბათ მაინც შეცდომაა, ჩვენ თუ სეკულარული სახელმწიფო ვართ, ეროვნული ნიშნით გაკრიტიკება და მით უფრო საპატრიარქოს მოშველიება, მომხრობა, საპატრიარქოსთან ერთად გაერთიანება რაღაც პროცესში, საპატრიარქოსთან ერთად ერთ კალაპოტში ყოფნა და საერთო სტრატეგიის შემუშავება თუ საერთო შეტევა საერო ხელისუფლებაზე, რომელიც ხელისუფლება არ არის, ხელისუფლებად წოდებულია, ალბათ მაინც არასწორია. მეორე მხრივ კითხვა ამგვარია, ასეთია, ვართ თუ არა ჩვენ სეკულარული სახელმწიფო? პასუხი ფორმალური არის ესეთი, რომ რასაკვირველია ვართ, თუმცა გვამძიმებს კონკორდატი როგორც ასეთი, გვამძიმებს ის გადახლართულობა ხელისუფლებისა, საერო ხელისუფლებისა, საეკლესიო ხელისუფლებასთან. ესეც ფაქტია. მესამე მხრივ კითხვა ასეთია, თუ მე მინდა რომ რამეს მივახციო, უნდა გამოვიყენო თუ არა, სუდის სიტყვა ალბათ, მაგრამ უნდა გავუერთიანდე თუ არა, თუნდაც სიტუაციურად ჯგუფს და ჯგუფებს, რომლებიც ჩემი მოწინააღმდეგეები არიან in general. არის თუ არა ეს მაკიაველიზმი? და არის მაკიაველიზმი, ხო? მიზანი ამართლებს საშუალებას და მაკიაველიზმი ყოველთვის გაუმართლებელია, განა? მე თავადაც დაბნეული ვარ ამასთან დაკავშირებით, რომ არ მოგატყუოთ, მეც არა ვარ ჩამოყალიბებული ბოლომდე. მაკიაველიზმი რასაკვირველია ორდინალურ ვითარებაში, სტანდარტულ ვითარებაში რასაკვირველია ცუდია. მე ბილწთ არ შევეკრი ზავითა არც ერთ შემთხვევაში ყოველი 100-დან 99 ჯერ არ შევეკრი ზავითა ბილწთ და მიზანი ამართლებს საშუალებას, ამას არ ვიტყვი და არ ვიზამ. ასია ეს. მაგრამ ვართ თუ არა, კიდევ ერთი კითხვა იბადება, ვართ თუ არა ჩვენ ორდინალურ ვითარებაში? თუ ვართ არაორდინალურ ვითარებაში და ომიანობის დროს ბილწთ, ანუ მოწინააღმდეგეებს, კარგი თუ გნებავთ ვაჟას ამ ციტატას არ მოვიშველიებ ახლა, ხო? მოკლედ არაორდინალური თუ არის ვითარება და თუ ჩვენ ვებრძვით რუსებს მიზნე ივანიშვილის და მისი ბანდის სახით, ამ შემთხვევაში იქნება და სიტუაციური პარტნიორი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ვინც ამ რუსებს, ანუ ბიზნე ივანიშვილს, გობახიძეს და ამ ბანდას დაასუსტებს და საპატრიარქოზე აქცენტების გადატანა უფრო ზუსტი რომ ვიყო, საპატრიარქოსთვის მოწოდება რომ ამოიღეთ თქვენს ხმა დალოცვილებო, იმიტომ რომ ოდესღაც თქვენი რომ იყო იმ მიწებს ყიდიან თუ ასხვისებენ, აძლევენ არაბებს, თქვენი კუთხით, თქვენი რაკურსით შეუტიეთ ამ ბანდა ხელისუფლებას და მის საბოლოო ჯამში მაღალი ალბათობით მაინც აფერას ანუ აფიორას, ეს პრინციპში შესაძლოა დასაშვებია კვლავ ვიმეორებ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვართ ომიანობის პირობებში და ომიანობის პირობებში ვართ თუ არა, ანუ არაორდინალურ ვითარებაში, ამ კითხვას პასუხი უნდა გავცეთ. მე რომ მკითხო ახლა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ომის პირობებში ვართ. და თუ ომის პირობებში ვართ, შესაბამისად მაკიაველიზმი როგორც ასეთი, ანუ მიზანი ამართლებს საშუალებას, ეს თეზა გულახდილად ვიტყვი, მთლად არასწორიც არ გამოდის გარკვეული რაკურსით თუ შევხედავთ. დიახ, ვინც ასუსტებს ჩემს მტერბო წინააღმდეგეს, ამ შემთხვევაში ქართულ
რუსულ ოცნებას, მე მასთან ერთად ვარ კონკრეტულ ბრძოლაში, კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად, კონკრეტული მიზნის მისაღწევად, თავარია არ განმახორციელებინო ამ ჯგუფს, ბიზნა ივანიშვილის ამ შემთხვევაში რაღაცა მიზანს არ მიაღწიოს მან ოღონდაც და მე ოკეი აი ამ პატრიოტებს თუ ძალად პატრიოტებს საპატრიარქოს თუ ალტინფოს თუ პატრიოტთა ალიანსს გავუერთიანდები არასწორი სიტყვა ალბათ ერთად კი არ დავდგებით მაინც და მაინც მიტინგზე თუ საპროტესტო აქციაზე მაგრამ ისინი თუ თავის მხრივ შეუტევენ და მე ჩემის მხრივ შევუტევ იქნება და მიზანს მივახციოთ ჩემი მხრივ შეტევა რაც ნიშნავს ამ კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში ჩემი ღრმარწმენით ჩვენ ანუ ადამიანებმა რომლებიც სეკულარული სახელმწიფოს მომხრეები ვართ რომლებიც დემოკრატიის მომხრეები ვართ რომლებიც არ ვართ ესოდენ ძლიერი საპატრიარქოს აპოლოგეტები ხო რომლებიც ვისაც სურს ინვესტიციები საქართველოში ამერიკული და თუნდაც არაბული ჩვენ სხვა კუთხით უნდა შევუტიოთ ამ და მაგვარ პროექტებს ოღონდ ისე რომ ეროვნულობა და ეთნიკურობა და კონფესია იმ ინვესტორებისა საერთოდ არ გავითვალեցინოთ კი არა საერთოდ არ მივაქციოთ ამას ყურადღება ეს კუთხი არის ეკოლოგიური პრობლემები გასაკვირველია ურბანული თუ ურბანისტული პრობლემები ეს არის პრობლემები რომლებიც შესაძლოთ უკავშირდება ამ ყიდველების ამ ინვესტორების ხო ვინც იყიდის იმ სახლებს მათ არა ეროვნულობას არამედ მათ მოქალაქეობას დიახ ჩვენ კანონმდებლობაში რამდენადაც ხვდები და რამდენადაც ვიცი და რამდენადაც მახსოვს არის ამგვარი ჩანაწერიც რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ პირებს რომლებიც ელემენტარულ გამოცდას სხვა შორის გამარტივებულს ჩააბარებენ და განახორციელებენ ამდენი დოლარის თუ ევროს თუ ლარის ინვესტიციას და გამოდის რომ თუ ეს ინფორმაცია სწორია და თუ 60% იქნება უცხოელი, მოდი ხაზგასმით ვიტყვი ამას, ჩვენ მივიღებთ უცხოელს 60% რომ იქნება ამ პროექტში და ეს არის დაახლოებით 60,000 სახლი, 60,000 კერძო სახლი კრწანისსა და გონიოში შესაბამისად დაახლოებით ეს სულ მინიმუმზე რო ვილაპარაკოთ 200,000 ახალი ის პირი მნიშვნელობა არა აკლავ ვიმეორებ ეთნიკურობას და კონფესიას, რომელიც შესაძლოდ გახდება საქართველოს მოქალაქე განახორციელებს რა ამხელა ინვესტიციას და მე მინდა ვიკითხო 200,000 ახალი მოქალაქის ატანა შეუძლია თუ არა საქართველოს დემოგრაფიული კუთხით იმ მოქალაქეებისა რომლებიც ლოიალურად იქნებიან განწყობილნი უკვე სამომავლოდ ქართული ოცნების ანუ რუსული რეჟიმის მიმართ. ისინი ხომ მუდმივად იქნებიან ხელისუფლების და დღეს ხელისუფლება ძალაუფლებაში არის სწორედაც რომ რუსული ხელისუფლება მათი მომხრეები ну ასე მაგალითად თქვა 5 წლის თავზე როცა ეს პროექტი სრულად დასრულდება თუ გაგრძელდება თუ დასრულდება და ასე შემდეგ ლოიალურად განწყობილნი და შესაბამისად მათი ანუ ქართული რუსული ოცნების ამომრჩევლები იქნებიან. ამიტომ დემოგრაფიული კუთხით ამ საკითხის განხილვა ოდნავადაც არ არის ქსენოფობია, მე ასე ვუყურებ რომ ეს უფრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ნაწილია ესეც უნდა ვთქვა. მე კვლავ ვიმეორებ არ ვამახვილებ ყურადღებას ეს მაინც დავით არხანმოურავის თუ ირმა ინაშვილის მახარაძე ზურას თუ ლევან ვასაძის ჯგუფის თუ სხვათა ლევან ვასაძის ჯგუფზე ორ სიტყვას კიდევ ვიტყვი სხვათა სეგმენტია სხვათა მიმართულება მათ შეუძლიათ შეიკრიბონ არ ვიცი რამდენად რუსთაველზე შეუძლიათ ცხადია ნებისმიერ სივრცეში და თავიანთი რაკურსით გააპროტესტონ ეს ინვესტიცია და აქვე ვიტყვი რომ თუ ჩვენ მოქალაქეები რომლებიც დემოკრატიული კუთხით დემოკრატიული რაკურსით არ ვაპროტესტებთ ამგვარ ინვესტიციასაც არა ამგვარ პროექტს ქალაქებს ისინი ინიციატივას რასაკვირველია საკუთარ ხელში აიღებენ და ბიზინა ძალიან კარგად გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ ხაზს უსვამ ამ ყველაფერს იტყვის რა რომ მაგე ოპოზიცია მე ებძვის არის ის ქსენოფობიო
და ებრძვის ამ ეთნიკურობისა და ეროვნულობისა და კონფესიურობის კუთხით ებრძვის ამგვარ ინვესტიციას, რაც სწორი იქნება ბიზნესთვის სასარგებლო იქნება რასაკვირველია. ამიტომ ჩვენ უნდა შუა უდის დიდი ზღვარი გავემიჯნოთ ერთგვარად. სრული ამოცანაა დავით თარხანმოურავის და სხვათა ქსენოფობიურ წიაღსვლებს, მაგრამ მეორეს მხრივ ეკოლოგიური კუთხით აქ გითხარით, იმიტომ რამდენიც მე ვიცი და ბევრი ინფორმაცია ცხადი არ მაქვს, ეკოლოგებმა უნდა ელაპარაკონ ეს მნიშვნელოვანი გონიოს გულისხმობა ამ შემთხვევაში. მნიშვნელოვანი სივრცეა ეკოლოგიური რაღაც მიკრო თუ მაკრო სამყაროსთვის მიკრო რაღაც სამყაროა მიკროკლიმატი რაღაც არ ვიცი ფრინველების გადაფრენა, გადმოფრენა და ასე შემდეგ. ამ კუთხით უნდა შევუტიოთ. აგრეთვე რაც ცხადია ურბანისტური კუთხით, ცხადია დემოგრაფიული კუთხითაც და მოკლედ უსაფრთხოების კუთხით ეს ყველა ჩვენი ნიშა თუ სწორედ სიტყვაა, ჩვენი მხარიდან ამ პროექტის კრიტიკის რაკურსი სწორედ ეს უნდა იყოს და არა ეროვნულობა, ეთნიკურობა და პირიქით ჩვენ უნდა უთხრათ ყველას, მათ შორის არაბებსაც, იმ არაბებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების სერიოზული მხარდამჭერები და ინვესტორები არიან უშუალოდ შეერთებულ შტატებში, იქ ძალიან ბევრ მილიარდზე, 6 მილიარდზე კი არა ლაპარაკი, 200 მილიარდზეა ლაპარაკი ლამის. ამერიკის შეერთებულ შტატებში განსახორციელებელ ინვესტიციების კუთხით უნდა უთხრათო welcome, მობრძანდით, მაგრამ ეს ყველაფერი არის გასაკეთებელი სხვაგვარად და ჩვენ ვუფრთხით შესაძლო კორუფციას, ვუფრთხით იმას, რომ ეს დაილექება ბიძინა ივანიშვილისა და მისი ბანდის ჯიბეში, ვუფრთხით იმას, რომ ეს შეიძლება იყოს პრობლემური სხვა მაგალითად ურბანისტული თვალსაზრისით, ხო, რაღაც ასევე რაღაც კვლევებია ჩასატარებელი, გასაკვირია გეოდეზიური, რაღაცა გარემოს მოქმედების კუთხით და ასე შემდეგ და აი ყველაფერი რო გაიმართება, ხო, ჩვენ ვინც ის და იქნება უფრო სერიოზული მხარდამჭერებიც ვიყოთ მსგავსი პროექტებიც, იმიტომ რომ არ ვანიჭებთ უპირატესობას კი არა, ყურადღებას არ ვაქცევთ ამ ეთნიკურობას, ჩვენ რასაკვირველია, კარგი ინვესტორები ხართ, გეპატიჟებით, მაგრამ და ასე შემდეგ და ალბათ სწორი სიტყვა არ არის, საჯარო საათქმელი სიტყვა არ არის, მაგრამ ეს პროცესი უნდა გავწელოთ მანამ სანამ თუ სწორი სიტყვაა ეს, მანამ სანამ ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა არსებობს ამ ქვეყანაში, რომელიც მაღალი ალბათობით ამ პროექტიდანაც ცდილობს ხელის მოთბობას და იმ 6.5 მილიარდიდან ბიზინა თუ მისი ბანდა უკვე თავის ტვინში ანგარიშობს, თავის ექსელში ანგარიშობს 650 მილიონ დოლარს მინიმუმ ლაპარაკობს ცხადია, როგორ დატეხავს, როგორ მოტეხავს, როგორ ჩაიჯიბავს გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ინვესტიციები გვჭირდება. ინვესტიციებს არ უნდა ჰქონდეს, ეს ძალიან ხაზგასმით უნდა ვთქვა, ძალიან ფაქიზი თემაა ეს. არ უნდა ჰქონდეს ეთნიკური წარმომავლობა, გარდა ალბათ რუსული წარმომავლობისა, რუსულ-ჩინური წარმომავლობისა. ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები ნებისმიერი ქვეყნიდან, მაგრამ ამავდროულად თუ მართებულად ვიქნები გაგებული და სწორად წარმოთქვამ, ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული ინვესტიციები 6.5 მილიარდით შემოდიოდეს ერთი რომელიმე ქვეყანა, ან ერთი რომელიმე ჯგუფი, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მინიმუმ ვამბობ, ამდენივე ინვესტიცია უნდა ამხელა, ინვესტიცია უნდა შემოდიოდეს ერთ რომელიმე ქვეყანასაც არ ვიტყვი, მთლიანად დასავლური სივრციდან. პრობლემა ესეც არის, რომ ერთი ჯგუფი შემოდის ამ ინვესტიციით და მეორე ჯგუფი კი არა, სხვა ქვეყნები კი გაჩუმებულნი არიან, იმიტომ რომ აქ დემოკრატიული გარემო, ბიზნესთვის ხელსაყრელი გარემო, მათ არ დახვდათ ბიზინა ივანიშვილის გამოისობით და დასავლურ ინვესტიციაში ჩაწილება, წილში შესვლა ბიზინა ივანიშვილს და მის ბანდას ბევრად უჭირს, ვიდრე ადი ასე ვიტყვი, აღმოსავლურ ინვესტიციაში ჩაწილება თუ წილში შესვლა და ფულის მოტეხვა იმ აღმოსავლური, მოდი ასე ვიტყვი, არა არც თუ ბოლომდე დემოკრატიული სივრციდან ინვესტიციაში თუ ფულის ჩადებაში. ესეც არის. კიდევ რისი თქმა მინდა რასაკვირველია, ეს არის ის, რომ ბიზინა ივანიშვილს სასიცოცხლოდ სჭირდება ახლა ამგვარი პროექტების განხორციელება და სჭირდება დამტკიცება, რომ საქართველოს ჯერაც მიმზიდველი ქვეყანაა. უცხოელებისთვის დასავლელებს არ ვიტყვი, ახლა აქ შეგნებულად
მაგრამ მე-5 მხრივ ახლა კითხვა მინდა დავსვა ესეთი ჰიპოთეტური ცხადია, რომელიღაც მსხვილმა ჯგუფმა საინვესტიციომ, არაბულმა თუ ჩინურმა თუ ინდურმა თუ ინდოეთიდან თუ რუსულმა თუ რა მნიშვნელობა აქვს, თუნდაც ამერიკულმა, ფრანგულმა, რა მნიშვნელობა აქვს, რას ვიტყვი? ნუ თქვას რომ არა ვახსენოთ ახლა. აი მაგალითად ჯვრის მონასტერი წარმოიდგინეთ, აი ჩემი მოსაზრებით ასაღებია იქიდან ლერმონტოვის ძეგლი, მაგრამ დაახლოებით რო ავხსნა აი მაგ ტერიტორიაზე, რომ თქვას რომ აი აქ ჩვენ ვაშენებთ 15-10 სართულიან корпус fashion. აი საუკეთესო სახლებს, ელიტურ უბანს, საიდანაც შემოვა პირობითად ლაპარაკობს 2 მილიარდ 800 მილიონი, 15 корпуსი, რაღაც 20 სართულიანი, 15 სართულიანი და მერენა რო კაცო ჯვრის ხედი დაიფარება, ჯვარი იარსებებს ეს ინვესტორი, ეგრა მაგის პასუხია, იღებს ვალდებულებას, რომ ჯვრის მონასტრის ტაძრის რეაბილიტაციას მოახდენს შემდეგი 50 წლის განმავლობაში, აი ბუზი არა უფრინდება ჯვრის მონასტერს, ყველაფერი იქნება გაკეთებული მცხეთაში ჯვარზე და ეს მაგრამ პარალელურად ისინი ითხოვენ რომ ითხოვენ კი არა მათ ესეთი პროექტი აქვს რომ გარშემო იყოს 15 სართულიანი ან 20 სართულიანი, რა ვიცი, fashion უბანი თავისი ბასეინებით, თავისი კორტებით, თავისი გოლფ იქ რა ჩვენ რიმთებია ხო და მოაწყობს კაცი ხა ინვესტიცია ფული თქვი შენ და ყველაფერს მოაწყობ ხო იქ რაღაც თავის გოლფ მოედნებით და ასე შემდეგ საიდანაც შეღავათიან ფასებში ნახეთ აი ყველა სიგიჟეს ვამბობ ერთდროულად შეღავათიან ფასებში უნდა მივცემთ ქართველებს მაგალითად საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ან საქართველოს პოლიციელებს ან ტოლვილებს დევნილებს მივცემთ უფასოდ პირობითად გათამაშდება 300 ბინა. პოლიციელებისთვის იქნება შეღავათიან ფასებში კვადრატული მეტრი $150 თავდაცვის უცხებისთვისაც 300 ბინა ასევე რაღაც $150. მოკლედ აი ამ 15 корпуსიდან 5 корпуსი მთლიანად წავა დევნილებისთვის, პოლიციელებისთვის, რაღაც თავდაცვის უცხების თანამშრომლებისთვის, ჯარისკაცებისთვის და ასე შემდეგ და დანარჩენს ყველაფერს გავყიდით უცხოელებზე. მერე რა რომ ჯვრის ხედი დაიფარება მერე რა ეს ნახეთ რა მაგარი პროექტია. ეხლა მე ვიკითხულობ ამერიკულიც კი რომ იყოს ეს ინვესტიცია. როგორც მე სულაც არ მაქვს ეს მემარცხენე პასაჟები ყველაფერი იყიდება, ამასაც არ ვამბობ ცხადია, მაგრამ რაღაც მეორე მხრივ ობიექტურობაც მინდა რომ შევინარჩუნო. ამერიკულიც რომ იყოს ეს ინვესტიცია, არ ვამახვილებთ რა ყურადღებას ეთნიკურ ნიშანზე ოღონდ. ხო? ჩვენ ამ ინვესტიციაზე უნდა წავიდეთ. მე მგონია რომ არა კი არა ნამდვილად არ უნდა წავიდეთ. აი ამასობაში თუ ატეხენ შუხურს საპატრიარქოს წარმომადგენლები და დაიწყებენ ამ პროექტის ჩაშლას, ჯვრის პროექტისა ხას უსვამთ, გონიოზე არ ვლაპარაკობ. ხო? ან რაღაც პატრიოტთა ალიანსის ლიდერი სარხანმოურავი 1,560,000 მოქალაქის ხელმოწერის მოგროვებას დაიწყებს ამ ამერიკული პროექტის საწინააღმდეგოდ. მე რას შვები ამ დროს მოქალაქე? ფიქრობ იმაზე რომ არ უნდა გავერთიანდე მასთან? თუ სიტუაციურად უნდა გავერთიანდე. ამ შემთხვევაში ეს მაკიაველიზმი როგორც ასეთი რელევანტურია თუ არ არის რელევანტური მაკიაველიზმზე ყურადღების გამახვილება? ან მაკიაველიზმი საერთოდ მიზანი ამართლებს საშუალებას მიზანი რომ ჯვრის გარშემო არ ჩაიდგას ამდენი და ამდენი корпуსი თუ ძლიერია პატრიოტთა ალიანსი და საპატრიარქო განსაკუთრებით მომიტევეთ ყველამ ვინც ამ კუთხით ამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ თუ ძლიერია მე ვცდილობ რომ გავუერთიანდე მათ სიტუაციურად. მე უფეშიოს არ მოვთხოვო რასაკვირველი, არ ვთხოვო უფრო ხო, მაგრამ ვუთხრა რომ დალოცვილო ჩემი და შენი საერთო ქვეყანაა ეს. მესმის რომ ყოველი 100 შემთხვევიდან ჩვენ 99 შემთხვევაში ამბავში ჩვენ ერთმანეთსაგან განსხვავდებით, მაგრამ ეს კი გვაერთიანებს ჯვრის გარშემო 15 სართულიანი корпуსების ჩადგმა, რომლებიც ჯვარს დაფარავს. მიუხედავად იმისა, რომ გაარემონტებენ ამერიკელები თუ არაბები, ფრანგები თუ ინდოელები, ჩინელები თუ რუსები ამ ჯვრის მონასტერს, ხო? არ შეიძლება. დამეთანხმეშიო და მოდი ერთად შენ იბრძოლე, გამოდი, ქაშვეთთან გამოდი, მე პირველ სკოლასთან ვიქნები
და ასე შემდეგ. მაინც და მაინც კი არ გავერთიანდეთ. შენ შეუტიე ან გავერთიანდეთ. ამ ნაწილში გავერთიანდეთ. შენ შეუტიე შენი მხრივ. მესმის რომ ეს სხვა რისკებთანაც არის დაკავშირებული, მესმის რომ შიოს და თანხმოურავის ნდობა საბოლოო ჯამში არ შეიძლება, მესმის რომ ამ გაერთიანებაში ის ბევრ სხვა რამეს მოგთხოვს უკვე შემდგომ, მაგრამ ჩემი ამოცანა არის რომ როგორღაც თან რესურსი როცა არ მაქვს მე მათ გარეშე ამ ჯვრის გარშემო ამ კორპუსების გაჩერებისა. ოღონდ მე რესურსი მართლა არ მაქვს საპატრიარქოს, მე ანუ საზოგადოება საპატრიარქოს ბევრად დიდი რესურსი აქვს. ეს ფაქტია და საპატრიარქოს ხმა უფრო იქნება გათვალისწინებული თუ შესმენილი თუ გაგონილი de facto ხელისუფლების მიერ, რომელიც სხვა შემთხვევაში ჯვრის გარშემო უთუოდ დააპირებს. ეხლა მე აქ ვუტრირებ ცხადია, მართლა ჯვარზე არ არის საუბარი, მაგრამ სვეტი ცხოვრის გარშემო რო იყოს რაღაც 14-8 სართულიანი თუ 15 სართულიანი გამორიცხავთ, არ დავიწყოთ ეხლა რომ კვლევები არის და იქ რაღაცა არაგვიდა მტკვარი ერთმანეთს უერთდება და იქ ვერაფერი ვერ აშენდება, გასაგებია. გელათის გარშემო რო იყოს, რომელიც დაანგრია ამ ხელისუფლებამ და ასე შემდეგ. მოკლედ, ხიდაშელს მის გადასცა 105,000-100,000-ზე მეტი ჰექტარი იმ ხელისუფლებისაგან, აი დავით ხიდაშელს რო გადასცა. ყველაფერი მოსალოდნელია, მესმის რომ არ ჩვენ ქსენოფობიაში არ უნდა გადაგვივიდეს და არ უნდა გადაგვივიდეს, სასაკვირველია. დავუბრუნდებით დღევანდელობას არსებული პროექტის კრიტიკა, მაგრამ ისიც მესმის რომ ის პროექტი უსაფრთხოების კუთხითაც არის განსახილველი, ეროვნული უსაფრთხოების კუთხითაც, დემოგრაფიული კუთხითაც ცოტა რთულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მაინც ცოტა ფაქიზად სასაუბროა, რთული კი არ არის, ფაქიზად სასაუბროა, მან სხვანაირად არ იყოს საკითხული ეს ყველაფერი და ეს პროექტი არის გასაჩერებელი. თუმცა გულახდილად გეტყვით ეხლა მთლად ბოლო წინააღმდება რომ თქვა, რომ ეს მე მგონია რომ ეს ყველაფერი არის აფიორა და ეს ყველაფერი არ გამოვა უბრალოდ. შენ ერთი 6.5 მილიარდი დოლარი თუ არ ვცდები 10 წლის განმავლობაში 650 მილიონია და 10 წლის განმავლობაში კი არა, ჩვენი ამოცანაა ეროვნული რომ 10 თვის 12 თვის განმავლობაში მაქსიმუმ ისიც შევცვალოთ ეს ბანდა ხელისუფლება და ინვესტორს არაბებს ამ შემთხვევაში დაველაპარაკოთ იმ ხელახლა და საქართველოს სახელმწიფოსთვის მართლა მომგებიანი პროექტი გავაკეთოთ, იქნება სხვა რამე ბჭყალებში გამოვთხოვოთ ამ ყველაფერში, იქნება სხვაგვარი ინვესტიცია განვახორციელებინოთ, იქნება რაღაც საქართველოს სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლო იყოს ეს ყველაფერი და არა სასარგებლო და არ იყოს ისეთი, როგორიც არის, რა არის და ბანდა ხელისუფლებისთვის არის სასარგებლო ეს ყველაფერი მრავალი კუთხით, მათ შორის იმიტომ რომ გაიმართლონ საკუთარი თავი და თქვან რომ აგე ინვესტიციები შემოგვაქო რაც ტყუილია და ასევე ამ შესაძლო ინვესტიციებიდან თუ 6.5 მილიარდი რუბლი საიდან მოდის ეს თანხები კარგად არ მესმის, იმიტომ რომ იყიდება იქ საბოლოო ჯამში ხო კარგი, მაგაზე შორს საგვიყვანს ეს საუბარი თვითონ მოითმოს ხელი. ეს არის ჩემი, ვიცი, ალბათ ყველაზე უფრო მეტად დაფიქრებული ამ თემაზე სტატუსებიდან თუ ვიდეო ბლოგებიდან ყველაზე დაფიქრებული ვიდეო ბლოგი. ნახვამდის.